საქართველოს გორნიო-კვარიათის მოსახლეობას ბათუმის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობა წარმოადგენდა. თუმცა მოგვიანებით საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივებმა საკუთარი პრობლემები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნეს და სამომავლოდ სხვადასხვა საკითხის მოგვარების დაპირებაც მიიღეს. აღნიშნული ფორმატით შეხვედრამ რამდენიმე მოქალაქის გაღიზიანება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება სხვა დროს მასთან შეხვედრებს თავს არიდებს, ამიტომ ფიქრობენ, რომ ბოლო დროს საზოგადოების პრობლემებით დაინტერესება საარჩევნო აგიტაციას უკავშირდება. ბათუმის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი შეხვედრები რეგიონის სხვადასხვა ნაწილში სხვა დროსაც გაიმართება და მთავრობა მოქალაქეებს საჭირო დახმარებას შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩენს. რა შეფასებებს აკეთებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაცნეს მომდევნო გამოშვებაში ნახავთ. შეხვედრაზეც აღინიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის შენიშვნა. დღეს ჩვენ განვიხილავთ ქალაქის პრიორიტეტებს და მნიშვნელოვანია მოსახლეობის მონაწილეობა. ის პრობლემატური საკითხები, რაც დღეს დაისვა ამ შეხვედრაზე, აუცილებლად მოხდება ხელმეორედ საკითხების განხილვა და აუცილებლად უპასუხებთ მოსახლეობას თუ კონკრეტულად რა გადაჭრის გზები არსებობს.